გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს შეხვდა. ელგუჯა ხოκრიშუმა დეპუტატებთან ერთად მიმდინარე წელი შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტები განიხილა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. შეგვექნება 2015 წლის დასაწყისში ეგრეთ წოდებული საგზაო რუქა, რომელიც მოიცავს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებას, ეს თითოეულ გამომდინარეობს საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან აღებული ვალდებულებების და ყველა მიმართულებით, ყველა თემატური მიმართულებით ეს იქნება ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, წყლის და ნიადაგის რესურსების მართვა. ჩვენ გვაინტერესებს სამომავლო გეგმები, უახლოესი პერსპექტივა. რაზე მუშაობა სამინისტროებში, რას უნდა ველოდოთ მათთვის, რომ არ იყოს რაღაც უსიამოვნო სიურპრიზები, თუმცა საპარლამენტო ცხოვრება იმდენად დინამიურია, რომ შეიძლება მუშაობის ჯამს რაიმე საკითხი გამწვავდეს, ანუ მოითხოვს რომელიმე საკითხმა გადაწყვეტა.